სამი ახალი საბავშვო ბაღი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შენობები თანამედროვე სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს და აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკა ინვენტარით. დაგეგმილია ეზოების კეთილმოწყობაც. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ერთდროულად ესენია სოფელ ნანიანის, სოფელ კოლაგის და სოფელ ჩუმლაღის ნომერ პირველი საბავშვო ბაღების მშენებლობა. მშენებლობა დაიწყო გასულ წელს, მიმდინარეობს რეგიონალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით. სულ რამოდენიმე დღის წინ იყო ბატონი მინისტრი ჩამომზანებული და მოინახულა ობიექტების მუშაობა მთლად დამაკმაყოფილებელი და სახარბიელო ნიშნულზე არ იყო, რაც თვითონ ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა. მიეცათ კაცრი მითითებები მშენებლებს და იმედი გვაქვს ძალიან დიდი, რომ გამოსწორდება და დასრულდება ამ ბაღების მშენებლობა. თუმცა ვთქვათ, რომ გაჩერებული ნამდვილად არალი ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. რაღაც გარკვეული მოსაზრებები ჰქონდა ბატონ მინისტრს, სამინისტროს წარმომადგენლებს, MGF-ის წარმომადგენლებს. ახალი ბაღების მშენებლობა მოითხოვა იმ საჭიროებამ, რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან მუნიციპალიტეტში ბაღები 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, აქედან დიდი ნაწილი ძალიან ძველი მოძველებული შენობებშია განთავსებული, თუმცა პერმანენტურად ყოველწლიურად მიმდინარეობდა საბავშვო ბაღებზე თანხების გამოყოფა და მცირე რემონტების ჩატარება მუნიციპალიტეტის მიერ, მაგრამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ პრობლემებს ვერ აღმოფხვრდა ბოლომდე. მით უმეტეს, რომ ახლა უკვე დაგეგმილი აქვს მთავრობას ბაღების აკრედიტაციის პროცესი და აკრედიტაციისთვის უნდა გამზადდეს ყველა საბავშვო ბაღი.